მოგესალმებით, მე ვარ სოფია და დღეს ჩემს პირველ ვიდეოში 3 ძალიან ცნობილი და ძალიან საშიში მექსიკური ლეგენდის შესახებ მოგეყვებით. თუ გაინტერესებთ და თუ მზად ხართ შიშისაგან ამაღამ ვერც კი დაიძინოთ, მოიდუღეთ ყავა, მოიდუღეთ ჩაი და მოდი დავიწყოთ. პირველი ისტორია არის ლა პასკუალიდაზე. მანეკენზე, რომელსაც მექსიკელები ლა პასკუალიდაზე და როგორც ხალხი ამბობს, ეს მანეკენი სინამდვილეში ადამიანია. ეს ისტორია 1930 წელს დაიწყო, როდესაც მაღაზიის მფლობელის ქალიშვილი საკუთარი ქორწილის დღეს ტრაგიკულად გარდაიცვალა შხამიანი მორიელის ნაკბენით. მაღაზიის მფლობელს ერქვა პასკუალა, ხოლო მისი შვილის სახელი სამწუხაროდ მისი შვილის სახელი ისტორიას არ შემორჩა. დაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ მაღაზიის ვიტრინაში გამოფინეს უჩვეულოდ რეალისტური მანეკენი. ქალაქში მალევე დაიწყო მითქმა-მოთქმა ამ თემაზე, ძალიან ბევრი ჭორი იმის შესახებ, რომ პასკუალამ თავისი ქალიშვილის სხეულს მუმიფიცირება გაუკეთა და სწორედ მისი სხეული იყო გამოფენილი ლა პოპულარის ვიტრინაში. მაღაზიის მფლობელი გარდაიცვალა, მაგრამ ქალაქში ჭორები და ძალიან ბევრი ვერსიები ამ ისტორიის, ძალიან ბევრი კონსპირაციები მას შემდეგ არ შეჩერებულა. და უკვე თითქმის 1 საუკუნეა მანეკენი მაღაზიის ვიტრინაში დგას. და მისი ისტორია უკვე ქალაქურ ლეგენდად გადაიქცა. ქალაქის ზოგიერთ მცხოვრებლებს იმისაც კი სჯერათ, რომ პასკუალიდას იღბლის მოტანა შეუძლია ახალგაზრდა გოგონებისთვის, რომლებიც დაქორწინებას აპირებენ. მათთვის ის ერთგვარი წმინდანის კი არის და ყვავილები მიაქვთ დახმარებას. ხოლო ამ უამრავ მითქმა-მოთქმასა და კონსპირაციებს საფუძვლად უდევს ის, რომ როგორც კი შეხედავთ მანეკენს, მიხვდებით, რომ არც ერთ სხვა მანეკენს არ გავს. განსაკუთრებით მისი ხელები, თუ დააკვირდებით, იმდენად რეალისტურია. თითოეული ნაოჭი, თითოეული მცირე დეტალი, რაც ბუნებრივი ადამიანის ხელზე გვხვდება მის ხელებზე და ნამდვილად შოკის მომგვრელია ახლოდან მისი ხელების დანახვა, ასევე მისი სახის გამომეტყველების. იმასაც კი ამბობენ, რომ ღამღამობით პასკუალიდა სხეულის მდებარეობას იცვლის და რომ თვალებით თითქოს გამძლეებს უყურებს და თითქოს თვალებს ამოძრავებს კიდევაც. ეს კადრები ვიდეოზეც არის და შეგიძლიათ ნახოთ YouTube-ზე. მაღაზიის თანამშრომლები პერიოდულად მას კაბებს უცვლიან, ხოლო არავის არ აქვს უფლება მაღაზიაში სამუშაო საათების დასრულების შემდეგ დარჩეს. და სიმართლე გითხრათ არც სურვილი, რადგან პასკუალიდა მნახველებში შიშის გრძნობას იწვევს მისი გარეგნობა. 2017 წელს უცნაური ამბავი მოხდა. პასკუალიდა მეხიკოში სპეციალური გამოფენისთვის წაიღეს. ცოტა ხნის შემდეგ მანეკენი უკან დააბრუნეს, მაგრამ ხალხი ამბობდა, რომ მანეკენი შეცვალეს, რომ ეს არ იყო პასკუალიდა. ხალხი იძახდა, სად არის ჩვენი პასკუალიდა, რა უქენით, სად წაიყვანეთ. მის დაბრუნებას ითხოვდა, რადგან პასკუალიდა უკვე ქალაქური ლეგენდა არის, დიდი ხანია, ნაწილი მექსიკური კულტურის. ჩიუაუას მცხოვრებლებისთვის ის ერთგვარად მათი ცხოვრების ნაწილი იყო. მაგრამ მანეკენი გაქრა. ვერავინ გაიგო სად წავიდა. როგორც ამბობენ, პასკუალიდა დიდი თანხის სანაცვლოდ გაყიდეს და მის მაგივრად დღეს ლა პოპულარის ვიტრინაში სხვა მანეკენი დგას. მაგრამ ლეგენდა ლეგენდად დარჩა და დღესაც აგრძელებს.
არსებობს ლეგენდა, რომელიც მექსიკაში თაობიდან თაობას გადაეცემა. ეს არის ლეგენდა ეტლზე, რომელიც ღამით ჩნდება. როდესაც მას ხედავენ, ეს სიკვდილს მოასწავლებს. ეს არის სიკვდილის ეტლი. ამბობენ, რომ ღამის 3 საათზე, როდესაც ღამე ყველაზე ბნელია, შეგიძლია გაიგონო ცხენის ნაბიჯების ხმა. არაჩვეულებრივი ცხენის, არამედ შავი ცხენების, რომლებსაც არღვევში ცისხლი არ არის. ეს ცხენები ჯოჯოხეთიდან ამოსულები არიან, რათა წაიყვანონ ისინი ვისი დროს დადგა. და ამბობენ, თუ შემთხვევით გვიან ღამით გარეთ დარჩები და ამ კარეტას გადაეღრები, მე ეტლე, რომელსაც შავი კაპიშონი ახურავს და თავი არ აქვს, შეცდომით შენ წაგიყვანს. ყვებიან და ძალიან ბევრი მონაყოლი არსებობს. იმასაც კი ამბობენ, რომ თუ სახლში ხარ და ღამით ეტლის და ცხენების ხმა გაიგე, ფანჯარაში არ უნდა გაიხედო, რადგან თუ შემთხვევით მე ეტლემ დაგინახა, აუცილებლად შენთან მოვა. მესამე მექსიკური ლეგენდა, რომელიც მინდა გიამბოთ, არის მტირავა ქალზე. ეს ისტორია ყველაზე კარგად ცნობილი ისტორია მთელს მექსიკაში და ცენტრალურ ამერიკაში. ყოველ ადგილას სხვადასხვა ვერსიას მოისმენთ, მაგრამ ერთ რამეზე ყველათან ხდება, რომ ეს ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, ერთ პატარა ქალაქში. ამ ქალაქში ცხოვრობდა ახალგაზრდა გოგონა, ულამაზესი, ძალიან მშვენიერი, რომელსაც სახელად ერქვა მარია. მისი სილამაზე მთელს იმში იყო განთქმული და ზოგი ადამიანი მას ყველაზე ლამაზ გოგოც თვლიდა მთელს მსოფლიოში. მაგრამ რადგანაც ასეთი ლამაზი იყო, მარია თვლიდა, რომ ყველას ჯობდა, მაგრამ სილამაზესთან ერთად მარია იყო ძალიან ამაყი და თვლიდა, რომ ყველაზე უკეთესი იყო, ყველას ჯობდა და ცხოვრებაში ყველაფერს ხლებზე უკეთეს იმსახურებდა. ის კარგი ოჯახიდან იყო, იმ ადამიანების ოჯახიდან, რომლებიც ბევრს შრომობენ. მათ ჰქონდათ მშვენიერი სახლი, მარიას ჰქონდა ბევრი ლამაზი ტანსაცმელი, მაგრამ ეს ყველაფერი მისთვის საკმარისი არ იყო. ის თავის თანასოფლელ ბიჭებს, ასევე ბიჭებს ახლობელი სოფლებიდან ყურადღების ღირსად არ თვლიდა, მათ არც კი ესალმებოდა. და როდესაც საღამოობით თავის ბებიასთან ერთად იმ ქალაქში სეირნობდა, რადგანაც ძველ დროში ასეთი ტრადიცია იყო და ასე იყო მიღებული, ბებიას ეუბნებოდა ხოლმე. Abuelita, cuando yo me case, voy a casarme con el hombre más guapo de todo el mundo. ბებია დაქორწინდებით თოლად მსოფლიოში ყველაზე ლამაზ კაცს გავყვები. საპასუხოდ მარიას ბებია მხოლოდ თავს აქნევდა. Arasuemos, corazones no sabemos. რაც ნიშნავს, რომ ადამიანთა სახეებს ხედავთ, მაგრამ რა ხდება მათ გულში, ჩვენთვის დაფარულია. თუ დაქორწინებას აპირებ, ჯერ დარწმუნდი, რომ კარგ კაცს მიყვები თოლად, ვისაც კარგი გული აქვს. რატომ ლაპარაკობ ყოველთვის მხოლოდ მის გარეგნობაზე? მაგრამ მარია ბებიას არ უსმენდა. და ერთხელაც, როდესაც ქალაქში სიმპათიური, ძლიერი და ძალიან მამაკაცური კოვბოი გამოჩნდა, რომელიც ველურ ცხენებს ათვინიერებდა, რადგან ჩვეულებრივ უკვე მოთვინიერებულ ცხენზე ჯდომა საკმარისად მამაკაცურად არ მიაჩნდა. უკრავდა გიტარაზე, მღეროდა და იყო ძალიან ლამაზი შესახედავი, იმდენად რომ ყველა სოფლის მცხოვრები გოგონას გული მოინადირა, მარიამ გადაწყვიტა, რომ სწორედ ამ კოვბოის გაყვებოდა ცოლად. დავად იმისა, რომ ის ოჯახს ასიძო არ მოსწონდა და ეუბნებოდნენ გაყვეცოლად, ის არასდროს არ იქნება კარგი ქმარი. მაგრამ მარიამ არავის მოусმინა და მასვე დაქორწინდა. ყველაფერი კარგად იყო. მათ შეეძინათ 2 შვილი და ისე ჩანდა თითქოს ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ. მაგრამ რამოდენიმე წლის შემდეგ
კოვბოი პრერიების ველურ ცხოვრებას დაუბრუნდა. ის მიდიოდა ქალაქიდან თვეების განმავლობაში და როდესაც სახლში ბრუნდებოდა, მარიას ეუბნებოდა: მე შენს სანახავად არ დაუბრუნებულ ვარ. მე მხოლოდ იმიტომ მოვედი, რომ ჩემი შვილები მოვინახულო. ცოტა ხანი რჩებოდა, ეთამაშა თავის შვილებს და შემდეგ მიდიოდა ბარებში, სადაც სვამდა ღვინოს თავის მეგობრებთან ერთად მთელი ღამე. და მათთან ამბობდა, რომ მარიას თავიდან მოცილება უნდოდა და სურდა ცოლად მდიდარი ქალი შეერთო. როგორც უკვე გითხარით, ძალიან ამაყი ქალი იყო. ამიტომაც ის ეჭვიანობის გრძნობით აივსო. ის თავის საკუთარ შვილებზეც ეჭვიანობდა, რადგან მამა მხოლოდ მათ აქცევდა ყურადღებას. მარიას კი უბრალოდ იგნორს უკეთებდა. და ერთ საღამოსაც მარია თავის ორ შვილთან ერთად სახლის წინ იდგა, როცა მისი ქმარი სახლთან მივიდა ეტლით. ეტლში მის გვერდით ელეგანტური უცნობი ქალბატონი იჯდა. კოვბოი თავისი შვილები მოიკითხა, მარიასთვის კი არც შეუხედავს. ჩაჯდა ეტლში და გზას გაუყვა. მალე ეტლი გაუჩინარდა. და აი ამ საბედისწერო მომენტში მარიაში შიგნიდან თითქოს რაღაც აფრიქა უდიდესმა ჭუის და მრისხანების გრძნობამ ძალიანად მოიცვა. და ყველა ეს მრისხანება მან თავისი შვილებისკენ მიმართა. მოგიდა და მდინარისკენ წაიყვანა. დარასევდიანით არ უნდა იყოს ეს ისტორია, ამბობენ, რომ შვილები მან მდინარეში გადაყარა და ისინი დინებამ წაიღო. როდესაც მარიამ გააცნობიერა, რა ჩაიდინა, ყვირილით გაიქცა მდინარის სანაპიროზე, თითქოს შეძლებდა მათ მიდან ამოყვანა. მიირბოდა წინ გაწვდილი მკლავებით სასოწარკვეთილი, რისხანებით და დანაშაულის გრძნობით საფრთხე ჰქონდა გული. არც კი უყურებდა, ფეხსა დადგავდა და ამ მომენტში მისი ფეხი ხის ფესვს წამოედო, მარია დაეცა და შუბლი დიდროდ დაარტყა. მისი სიცოცხლე ასე დასრულდა. მეორე დღეს მარიას მთელს ქალაქში ეძებდნენ და ბოლოს მდინარის სანაპიროზე იპოვეს. იმ ადგილზევე დამარხეს, სადაც დაეცა. მაგრამ პირველ ღამეს, როდესაც მარია საფლავში იყო, იქ მშვიდად გაჩერება ვერ შეძლო. ისევ წამოდგა და მდინარის სანაპიროზე დაიწყო სიარული, გაშლილი შავი თმები და გრძელი თეთრი კაბა ეცვა, რითიც დაასაფლავეს. ქალაქის ხალხი ხედავდა, როგორ დადიოდა ხეებს შორის, ღამღამობით კი მისი ტირილი ესმოდათ. ზოგჯერ ფიქრობდნენ, რომ ეს უბრალოდ ქარისხმა იყო, მაგრამ თუ კარგად მოусმენდნენ, სიტყვებს არ რჩევდნენ. ჩემი შვილები, სად არიან ჩემი შვილები? და დადიოდა მთელი მდინარის სანაპიროზე, მთებში, ტყეებში. ხალხი ხედავდა, მისი ტირილის ხმა ესმოდათ ღამით. დრო რომ გავიდა, აღარავინ მოიხსენიებდა, როგორც მარია. ისინი ეძახდნენ მას მტირალ ქალს, ლაჯორონა. და ბავშვებს აფრთხილებდნენ, როცა დაბნელდება, სახლში დაბრუნდით, რადგან შეიძლება მას გადაეყაროთ. თავის შვილებს ეძებს და თუ დაგინახათ, თქვენ შეეშლებით თავის შვილებში და თან წაგიყვანთ. ეს იყო სამი ძალიან ცნობილი და საშიში ლეგენდა. თუ მოგეწონათ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ ახალ ვიდეოებს და თუ თქვენ გსმენიათ მსგავსი ლეგენდები,
ან თუ გადაგხდენიათ თქვენს ცხოვრებაში რაიმე საშიში, აუცილებლად მომწერეთ ჩემს მეილზე, ვიდეოში წავიკითხავ. ნახვამდის.